აჰა. მოგესალმებით მეგობრებო ყველას. უფლის ციხედან ჩვენ ვართ ახლა უფლის ციხეში მოვედით აქ. ქალბატონები აქ დაგხვდნენ თორნიკე სოფუმელი იცით ალბათ თქვენ უკვე თორნიკე. სხვა თანამოძმეები არ ვიცი ირესა და კიდე სხვები ვისაც უნდა წარადგინოს თავისთავად და კიდევ დაგხვდნენ ასევე ჩვენი დაცვა. აქ არის ჩვენი დაცვა და გამარჯობა. აქეთ მიდის დისკუსია და მოდი აბა გიხილოთ რა ხდება. მიცემობა ქვია მაგას ქალბატონო. აგერ მიცემობა. ზო ლაივში ხარ? გაუმარჯოს ყველას ლაივში ხარ? ერთი რამე მინდა გთხოვოთ კიდევ რომ. ხალხს ყოველუბრალოდ ნუ განიკითხავთ მე. ადამიანები რომლებიც არაფერს არის განსხვავება ფილება ზუსტად ეგ არის. ჩვენ ვამხელთ იმიტომ რომ სახეზეა ფაქტი ერთი ამდენი უცხოელები შემოდიან ერთი ცხოვრება ყველაფერი ვცდილობთ რომ ბადრი გასპაროვი გამოიყვანოთ კარგ ადამიანად არა არ გამოყავს არის მოდიში რაღაცას გიხსნით არის კარგი მე სახელმწიფოს წარმომქმნელი ერს დიახ ჩემ სულიერ მემკვიდრეობასთან სალაროსთან რო დამაყენებს 15 ლარიდან 40 ლარამდეა ვიცი ყველაფერი ამას ბადრი არ აკეთებს ერთი წუთი არ მაი ბადრი არ ემსახურება ამ ყველაფერს ბადრი არ აკეთებს სხვა რამეს გიხსნი კითხვას ვამ ბადრი არ ემსახურება ამ ყველაფერს ბადრი ემსახურება ღმერთს ხალხს და თავის სამხედროს ღმერთმა უთხრა ფული აიღეო ჩემთან მოსასვლელადო ბატონო თქვენი სახელი მითხარით თქვენი სახელი რომ მოგმართოთ შემოძმაო ვერ გამცემ პასუხს დაწყნარი როგორ არ გაგცემ დაგისვი კითხვები მშვიდად და გიხდი ბადრი გასპაროვი მონაწილეობას ღებულებს თუ არა დირექტორის სახით არა აქვს მნიშვნელობა დირექტორი ქვია ხო ამ ყველაფერში რომ სახელმწიფოს წარმომქმნელი ერი რომელსაც კონსტიტუციაში ჩაუწერეს მარიამ წინხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი იმ ეკლესიას მოხედავთ თქვენ აი იმ ეკლესიას მაგრამ მოსალოცა და მახდებია ფულს ღებულობს თუ არა მონაწილეობას დირექტორის სახით დიახ კი ან არა მიხარით არა მოკლედ არ მიდახსნა განმარტება ან კი ან არა კი ღებულობს არიდა როცა მინიმუმ კი ან არა არ მოგისმენ დიდი ხანია გისმენ მოკლე პასუხი მეც რო შემეკითხო გიპასუხებ კი ან არა ნახეთ თქვენ ამბობთ მაგას რას ვამბობ მე რასაც ამბობ არა შევდივარ ფულს არ ვიხდი არა მაგას ოღონდ განსხვავება ის არის რომ თქვენს ნათქვამში სიმართლე არ არის გესმით ან ძალიან ნაკლებად უკაცრავად და თქვენი სახელი მითხარით მოგმართოთ აი მაგაში არ არის მაგაში არ არის არა კავშირს არასწორად აკავშირებს აი ახსენით თქვენი კავშირი ხო არ გეუბნები მე საკუთრია მეთქი გიხსნი დირექტორის სახით ნახეთ ამბობდით მაგას ეხლა ვეღარ რასაც არა იქ თავის დროზე იქ მინდა სადაც საჭიროა მე მინდა შევიდე მაგასაც ამას ყველაფერს თავის ადგილზე განვიხილავ აქ სხვა კითხვას გაძლევ მოსულს მოვედით ჩემ 1000 ჯერ ხსნი სულიერ მემკვიდრეობასთან დიდება უფალს გეთანხმებით ბატონო მამისა რამე თუ აი იქ არის ეკლესია რომელიც არის შემოღობილი ბატონო დაუბადებულიყავი და წმინდა გიორგის სახელობის უდიდესი ენერგეტიკა აქაც არ გიშოვა როცა მომინდება მაშინ ვეახლო და ვიროცა ფულს არ მახტები და ამაში დირექტორი არ არის გასპაროვი თქვენ ითხოვეთ და არ მოგეცეთ ანუ ეს ბატონო უყურეთ კარგად ბატონო მე ვითხოვე მოვედი დედები გადავიხდით აი დასუფთავებას რაღაცას ხო უნდა ელემენტარული ორ ლარს თითო და შეგვიშვით მოსალოცად რაის მაზარები არაფრით არ შეიძლება და მთელი ამბავი დამჭირდა ბოლოს რომ შევსულიყავით მთელი ამბავი ბატონო იქ ეკლესია რატო ყავს გამოკეთილი ვამბობ ძალიან და არ ზღირდა სიმართლე ზღირდა იმ დღეს ისე რაც უთხარი ის რო ყოფილიყო ეს არ მოყვებოდა ამას მე შეურაცხყოფილად გეცნობ თავ შემოძმავ იმიტომ რომ სამშობლო წამართვას ამას გასპაროვი წამართავს თუ რა გვარი ხარ მაგას არსებით არა აქვს არსებითი მნიშვნელობა და თქვენი სახელის თქვით რა თუ შეიძლება რა გვარი ხარ მე ქალბატონო თქვენი სახელი მაინც თქვით გვარი და სახელის დასახელების გარეშე გითხრათ საქმე კარგი გვითხარით ბატონო უსახელო საერთოდ რატომ მოგელაპარაკეთ მართალი ხართ ბატონო ქალბატონო მამისა და ბატონო უსახელო
აი თქვენ ახლა უყურებთ ამ ეკლესიას. ეს ეკლესია საზღვარ შიგნით დგას თუ საზღვარ გარეთ? მითხარით, მიპასუხეთ. აი საზღვარი ნახეთ, საზღვარი არის ის, სადაც ფასიანია შესვლა, ხო? აქ მე საზღვარს ვერ ხედავ, ანუ საზღვარი, აი მობრძანდით ღობე, დიახ. ღობე არის მოსაზღვრა. არა. აბა რა არის ღობე? რატო დაადგინეს ღობე? ქართულად ყველაფერს უნდა დაარქვა თავისი სახე. თქვენ არ საუბრობთ ქართულად. ეს არის ღობე. ღობე, დიახ. ღობე რისთვის არის საჭირო? რისთვის არის საჭირო? საზღვრისთვის არ არის ღობე საჭირო. ღობე კეთდება საზღვრისთვის. ღობე არის საზღვრისთვის. დიახ. ანუ სახლი შემოსაზღვრული არის ტერიტორია. შემოსაზღვრულია ტერიტორია. ხო, ანუ საზღვრისთვისა, კარგი, გავარკვიეთ. ეხლა არის ის ეკლესია არის ღობეს შიგნით თუ ღობეს გარეთ? კარგი, ღობე ვუწოდოთ. ერთი წამი, ქალბატონო. დიახ, მითხარით, კი თუ არა, ხედავთ, რომ ღობის შიგნით არის ეს ეკლესია? ხედავთ და თქვენ მაინტერესებს თუ ხედავთ, იქნებ ვერ ხედავთ. ჩემი აზრი რაში გაინტერესებს? თქვენ ვერ ხედავთ სად არ არის? მართალი ხართ, რაში გვაინტერესებს თქვენი აზრი? არ გვაინტერესებს. ისამ თქვა ხული, სისმახტები. არ მიხდი სულა, შემი შენ. ბატონო, მე გეკითხები, ადამიანი 3 საათია ლაპარაკობდა, პასუხი ვერ თქვი ეს ისტორი. იბნები და გებნება ენა. რასე რატო ველაპარაკებით ამასა? იარაღი მაქვს. ვინმე მოე. სახელს არ გვეუბნება, რატომ გაინტერესებს ჩემი აზრიო და არ მაინტერესებს. გინდა ღობე დაარქვი? არა. გინდა ღობე დაარქვი? გინდა საზღვარი დაარქვი? გინდა მდელო დაარქვი? რაც გინდა ის დაარქვი? მე ქრისტიან ადამიანს, რომელსაც მინდა ამ წუთში ლოცვა, შევიდე. მაშინ გამომყევით ხო არის ღობე? ღობის შიგნით შესვლა ხო არ იკრძალება? წავიდეთ ბატონო, წავიდეთ, ნახოთ. აი მომძალით, ღობის შიგნით შესვლა არ იკრძალება. აბა თუ შეგიშვა. ბატონო, ეხლა მითხარით, ეს რა შენობა არის აქ და რატო არის ეს ღობე აქ, რატო დგას? შეგიძლიათ მითხრათ? ანუ ჩვენ მოვედით აქ, ვნახეთ უსამართლობა თუ აურძაური, ვერ გავიგეთ აქ რა ხდება. იქნებ თქვენ აგვიხსნათ, აქ ხო იყავით თქვენ და აკვირდებოდით, ხო? ანუ გამარჯობა. ესე იგი, ჩვენ გვითხრეს, რომ ეს არ არის საზღვარი, ეს არის ღობე, რომელიც არის ღია ყველასთვის. ესე გვითხრეს იქით, ხო? ის ეკლესია, რომელიც შიგნით არის, აქ შეუძლია ნებისმიერ შევიდეს, ესე გამოვიდა. საზღვარი არ ყოფილა აქ. აქ თქვენ რატო დგახართ, ხომ ვერ გვეტყვით? შვიდობის გამო. ანუ აქ შვიდობა არ იყო? ანუ ომით ვიწყებლოთ, ამით მე მშვიდობიანად ვარ მოსული, მე მინდა შესვლა. ხო. შევიდე და ჩვენ პირველად ვარ მოსული, რელიგიურად ანუ გასაგებია, აქ დაგხვდა ღობის, აქეთ კიდე პოლიცია დაგხვდა და ორმაგი ღობია. კარგი, ახლა წავიდეთ ისევ იქით თია. არ გვაინტერესებს, ესე იგი არ გველაპარაკებიან ესენი. არც ეს შენ სიმშვიდის თქო და მე გეკითხებით ეს ღობე რატო არის გაკეთებული თქო და გვიპასუხეთ. თუნდაც თქვენი ღობე რატო ახლა აი აქ გაკეთებული? არ იყო მშვიდობა, კი ბატონო. ეს ღობე შიგნით რომელიც არის, ის ღობე რატოა გაკეთებული? ჭიშკარია, კი ბატონო. რისთვის არის ეს ჭიშკარი გაკეთებული? საზღვრისთვის, ხო? კი ბატონო, თქვენ მეთანხმებით. ეს საზღვარი რატოა გაკეთებული? აი ამ ეკლესიაში ასასვლელად რატო უნდა გადაიხადოს ადამიანმა ფული? არის. თქვენ არიცით, ხო? ამათმა არიციან. მადლობა. კი ბატონო, მადლობა. კი ბატონო. ადმინისტრაცია. დიდი მადლობა. ეხლა წავედით ისევ იქეთ. კინგ, რა ხდება, კინგ? გაგვაგებინე. აქ ეხლა აი ეს ეკლესია ხო ხედავ არა, შიგნით არის და იქ იკითხე რაღაც შესვლა? არ შეუშვენ. კარგი, მოდი ჩვენ ვცადოთ, აბათეა. მოდი. კაი, ვცად. შეიძლება აი აქ მივიდეთ? სალაროსთან რომ მივიდეთ. სალაროსთან არ შეიძლება? სალაროსთან შეიძლება რომ მივიდე? სალაროსთან შეიძლება რომ მივიდე? ხო, ანუ სალაროსთან არ შეიძლება ჩემი მისვლა? მე ხო აქ აურძაური არ მე გაურკვევლობაში ვარ და გარკვევა მჭირდება.
სავაროსთან როგორც წესი, ანუ კანონის ფარგლებში, როგორი კანონიც ამ ეტაპზე არის, ვიყიდო ბილეთი და შევიდა და ხო. მეგობრებო, ესე იგი, სალაროსა რომ მივიდეთ ქართველები, მე ქართველი ვარ, თია ქართველი ხარ, ხო? კი, ქართველი ვარ. ქართველები რომ მივიდეთ სალაროსთან, არ გვიშვებენ, მაგრამ უცხოელები დავინახეთ, წეღან შეუშვეს. და ეს პოლიცია ამბობს, რომ უსაფრთხოებისთვის არის, ანუ ქართველები საშიშები ვართ ჩვენს მიწა-წყალზე, როგორც ჩანს. მოკლედ, საინტერესო ამბები ხდება აი აქ უფლის ციხესთან. არ გვიშვებენ, ელემენტარულად ვთხოვე რომ შევალმეთქი, სურათებს გადავუღებ. შემიშვეს და იქ კუთხემდე და გადავიღეს სურათები. ისე არ გიშვებენ არანაირად. არ შემიშვეს მე. სალაროსთან არ მივიშვეს. ხო და რომ შევდიოდი ქალმა მითხრა ვინ არის ის რატო შემოვისო. ესე იგი საკუთარ მიწაზე გესმის რომ ტაძარში გინდოდეს მიხვიდე და იროცო და სანთელი დაანთო და შენი სადარდებელი, შენი ქვეყნის სავედრებელი და შენი ერის სავედრებელი რომ შეავედრო. არ გაძლევენ. ხალხო, საგანგაშო მდგომარეობა არის. ჩვენ უფლის ციხესთან დაგვხვდა საგანგაშო მდგომარეობა. ერთ რაღაცას მოგახსენეთ მარტივად. ვითარებაში რომ შევედით, ანუ კითხვა რომ დავსვით, რატო არ გვიშვებთ მომლოცველებისთვის ასე გითხეთ წაფიოდ რომ მომლოცველებისთვის უფასო არისო შესვლა. საქმეზე რომ მივიდა დად გააგერა ასე თქვა კორდონი და ვითარების შიგნით კი ხედავთ რაც ხდება, ანუ სიცრუე გვითხრეს და მომენტალურად ის სიცრუე გამჟღავდა ცხვირზე. ეხლა ნახეთ მეგობრებო რა, თქვენი აზრი მნიშვნელოვანია თქვენი ისევე როგორც ჩვენი და როგორც ამათი. უბრალოდ მე მაინტერესებს რატომ არ გვიშვებენ სალაროსთან, ხო? აი რატომ არ გვიშვებენ სალაროსთან? სალაროსთან არც თქვენ არ გიშვებენ? რატომ არ გიშვებენ? გამოგზავნილია რა ქვია. ბატონო, ანუ თქვენ ხომ ქართველი ხართ? ყველანი დარწმუნებული ვარ ქართველი სახეები გაქვთ, ხო? ქართული სახეები გაქვთ. მე მაინტერესებს, ეხლა მოვედი, ხო? მინდა გავარკვიო სალაროსთან, რატომ არ მიშვებს? აი ეს უშიშროება რატომ არ მიშვებს? პოლიცია თუნდაც. სიტუაცია დაწყნარდეს და შევალთ? კარგი, დაველოდებით. ქართველებს მოუწევთ ლოდინი. უცხოელები არიან პრივილეგი. აი შედიან, ნახეთ როგორ შედიან უცხოელები. ძალიან ჩვეულებრივად შედიან უცხოელები. ბატონო? ვინები? უცხოელები მე რატომ არ მიშვებ? მე ვაპროტესტებ? მე გავიკითხე აქ რა ხდება. სად დაინახეთ რომ ვაპროტესტებ რაღაც? საიდან წამდები? მე დავინახე რომ აქ ხალხი დგას. წინაზე რო იყო ქალბატონი მამისა დავინახე და მოვედი რა ხდება რომ გამეგო და როგორც ჩანს ქალბატონ მამისას სიმართლე უთქვავს. მე ვნახე ხა ჩემი თვალით რომ ქალბატონი მამისა რომელიც წინაზე მოვიდა და მართლაც დააფიქსირა ეს ვითარება მართალი ყოფილა მეგობრებო რა. მე ქალბატონი მამისა პირველად გავიცანი აქ და ლიკას გაუმარჯოს. როგორ ხარ ლიკა? რა ვიცი, ჩემო კარგო, მოკლედ ხალხო. მოიცა ერთი წუთი შემოვატრიალო. უნდა დავირაზმოთ ყველა. უნდა დავდგეთ, გამოვბრძანდით სახლებიდან. ხო ხედავთ, პოლიტიკა კი არა, უბრალოდ ღმერთთან სასაუბროდ, ცალოცავად, ფულს გვართმევი, ხალხო. ამაზე მეტი აბუჩა დაგდება და მასხრა დაგდება ჩვენი რწმენის, ჩვენი სიწმინდეების, ჩვენი ყველა ღვაწლმოსილი წმინდანის, რომლებმაც სისხლი ანთიეს საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყნის და ხალხის და ჯიშის და გენის და სარწმუნოების გადასარჩენად და დაჯექით და არჩიეთ პოლიტიკები იმან, უსქვა ამან, ესქნა იმან, შეაფურთხა იმან, დედაგინა და ავშენდებით. რა დროს პოლიტიკა ღმერთს ისევ გლიჯავენ გულიდან და სულიდან. გამოფხიზდით ხალხო და გამოდით თუ ვინმეს რამის შნოდა უნარი გაგაჩნიათ. რას უდგეხართ? ქართველობას გვიუპატიურებენ დღისით და მზისით. გეუბნებიან რომ შენ ლოცვაში ფული გადაიხადეო, თორემ არ გალოცებო. სულიწმიდის მადლში ფულს მთხოვენ ეს ბოზები. გოგო, ეს გვეუბნება ეხლა ხო და მოდით მერე იქ სახელმწიფოსა რა ჩემი ფეხები მინდა უკაცრავად ამ სიტყვაზე. იქ რატო უნდა დავდგე? აქ სადაც დასადგომია და სადაც მიკრძალავენ
ეკლესიაში შესვლაც აქ უნდა ვიდგე, სადაც ფაქტის სახეზია და არა სახელმწიფოს წინ დავდგე იქ და ჩანთები დავალაგო და იქ ვარო რო ვთქვა. სახელმწიფოს წინ კი არა, ვინ სახელმწიფოს წინ დგახართ, იმ ადგილზე მიდით, სადაც საჭიროა. აკეთეთ საქმე და ტყუილად ნულაპარაკობთ რაღაცეებს რა. გამოვიდნენ ეხა სახელმწიფოსთან ხახნო რა. საპატრიარქო მეფე შიშველია, ანუ საპატრიარქო ღალატობს ქრისტეს. ჩვეულებრივად. აბა რატო უნდა იყოს ეხლა მღვდელი წარმოადგენელი? ტურიზმი საქართველოში, უცხო ტომელების შემოსახლება, ჩვენი სისხლის გაფლანგვა, სხვა სადაც ჯურსში, სხვა ცნობიერებაში, ქართველის მართლმადიდებლობა ფულში არ იცვლება. ნაბოზური შვილო საპატრიარქო. აი მე გეუბნები და მოდი ეხა და მესროლე. მძულხარ. შენ ქრისტეს გამყიდველი ხარ, შენ ქართველი ხალხის მკვლელი ხარ, შენ ღვთისმშობლის გამაუპატიურებელი ხარ. გამოგზავნონ საპატრიარქოდან ვინმე პირები, ეკლესია არის დატყვევებული. აქ ეკლესიაში რომ შევიდეს ადამიანი, არ უშვებენ და მით უმეტეს უფლისციხეთვია აქაურობას, ხო? პასუხს ვერ მცემს დაცვა, რატომ არ მიშვებს? ესე იგი საშიში ხარო, გესმით? საშიში ხარო, მე მეუბნება ქართველს, რომელიც დაინახეთ როგორ შედიან, დაინახეთ. ჩინელები როგორ შედიან, ხედავთ. წარმოგიდგენიათ ეს ამბავი. ბილეთი და შევიდეთ. არ გვაყიდინებენ, არ გუშვებენ იქ. არ გუშვებენ. ბილეთის ყიდვა მინდა, შემიშვებთ. გამატარეთ, ხო შეიძლება რომ შევიდე. პოლიციელი დაგეხმარებიან. ამან ვიტყვა რომ გაკიდინებია. არა უშვებს, ნონა, ნაყინი 5 ლარი. უკაცრავად შეიძლება რომ ბილეთის ყიდვა სურს ადამიანს და შევიდეს. ლართულად ვაჭარს ქვია არის ლარი ხალხო. მამისა, ერთი ის მაინტერესებს ახლა, რატომ დადგა ეს დაცვა უშიშროების გამო და რატომ დადგა ეს აქ? ეშინიათ პრეცედენტის, რადგან ჩვენ ერთი კვირის უკან ვიყავით მოსულები და შევძელით, რომ თანხის გარეშე შევსულიყავით, დღეს ეშინია კულტურის სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად, იმიტომ წილში არიან და იყოფენ, რომ ეს ქართველებმა პრეცედენტად არ ვაქციებდა, სულ უფასოდ შესვლა არ მოვითხოვოთ. ამიტომ ძალის დემონსტრირება მოახდინეს, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, ძალიან ბევრი უნდა გავხდეთ, იმიტომ რომ გაყიდულია პირდაპირ ვამბობ, ქვეყანაში სადაც სულიერი მემკვიდრეობა საკუთარი ერისთვის ვიღაცებისთვის ფულის საშოვნელ საგნად იქცა, იმ ერს გაცილებით მეტი ეკუთვნის. დიდი ხანია სულში ჩაგვაფურთხეს და ამიტომ მე ნამდვილად შეურაცხყოფილი და გაჩერებას არ ვაპირებ. ჩვენ ხვალაც აქ ვართ, დილიდან ვაპროტესტებთ, ვიხმაურებთ, ჩვეულებრივად ჩავრთავთ ქართულ სიმღერებს და დავდგებით და რა თქმა უნდა დისკომფორტ შევუქმნით და იგივეს გავაგრძელებთ ზეგაც მაგზედაც. სანამ ქართველი ერი არ გამოფხიზდება და არ მიხვდება, რომ საქართველოში ქართველი არის მეპატრონე უფლისციხისაც, ვარძიისაც, მარტვილის კანიონებისაც, ნებისმიერი რაც არის ჩვენი სულიერი თუ კულტურული მემკვიდრეობა, დაბეჭდონ პასპორტები პირდაპირ ქართველი. და თუ მაინც მე პირადად უცხოელისაც მწვენია ფულს რო ართმევენ სულიერ მემკვიდრეობაზე, რაგან საქართველოს თემ მსოფლიოს უნდა უთხრას, რომ ჩვენ უფლის წინხვედრი მართლა მარიამ ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა ვართ, რომლისთვისაც სულიერება გაცილებით მეტია ვიდრე მატერია და ამათმა მამა ჩვენი სახლი კი ხედავთ ქარვასლად აქციეთ და წინ როცა ჩარჩევს ვეძახით. ასე არიან. მომისმინეთ მეგობრებო რა, გადააზიარეთ ძალიან გთხოვთ ვიდეო და მართლა საგანგებო ვითარება დაგვდა აქ. მართლა საგანგებო, იმიტომ რომ ჩვენ ქართველი 4 ქალბატონი მოვედით, აქ იყო ქალბატონი მამისა დაგხვდა, აქ უკვე დაგხვდა ესეთი ვითარება, რომ პოლიცია იდგა, უშიშროება აქ დგას, ჩვენ მოვედით, აქ დგანან კიდე ბევრი საქართველოს გულშემატკივარი და ქართველების გულშემატკივარი ხალხი, რომელიც აქ დამხვდა და ვიცნობდი უკვე მანამდე ამ ხალხს, მაგრამ პასუხი ვერ გამცა დაცვამ ქართველებს, რატომ არ გუშვებს? ლოდინი მოგიწევთ, აი რას საინტერესო მომენტია რა, როდესაც უფალთან მიდის ხალხი, იცით თქვენ რომ სულ ბოლოს მიდის ქართველი
და როდესაც დროულად მივედით ქართველები ეხლა გვეუბნებიან რომ ლოდინი მოგიწევთო. ესე იგი, როდესაც უფალთან მივიდა ხალხი და დაგვიანებით მივიდა, სწორედ იცოდნენ იმ ხალხმა რომ წინ არავინ გაუშვებდა და ამიტომ მივიდა დაგვიანებით და უფალმა რა უთხრა ქართულ ხალხს? მე მოგცემთ ჩემ წილ მიწასო და როდესაც სტუმრად მოვალო მიმიღეთო, ხომ? ამიტომ ქალბატონ მამისას მე ვეთანხმებ იმაში რომ ჩვენ აქ მოსულ ტურისტებსაც უფასოდ უნდა ვუშვებდეთ უფლის ციხეში, სადაც აი ეს მთა ზოგს არ გინახავთ, ეს არის მთლიანად უფლის ციხე, რომელ მთაზეც დგას ეკლესია, მეგობრებო და როგორც ჩანს ამ პატარა აი ახლა აი ამ მონაკოჩი ეკლესიაში რომ შეხვიდე, აი გისოსებით არის შემოფარგლული, აქედან დაწყებული, აი იქიდან დაწყებული, აი აქ ნახავთ რომ ვერავინ ვერ შევა ისე და აი ამ სალაროსთანაც არ გუშვებენ და გვეუბნებიან რომ მოგიწევთ დალოდებაო, სანამ არ დაწყნარდებითო ქართველებიო. ხო და მე კი არაფერს არ გეტყვით, უბრალოდ ვითარება დავაფიქსირე, ჭკუა გაქვთ, გონება გაქვთ, რანაირი სული გიდგათ, მე ეგ არ ვიცი, თქვენ გამოაჩენთ თქვენ სულს თქვენივე საქმეებით, ასე რომ გადაწყვიტეთ თქვენ თავად რა უნდა გააკეთოთ ახლა. ხო, აი ესე ზიან, ძალიან წყნარად არიან ქართველები, აი დაგანახებთ მე თქვენ როგორ წყნარად არიან ქართველები, ველოდებით, რას ველოდებით ღმერთმა იცის, უცხოელები მიდიან, მოდიან, არავინ არ ყვირის, ემოციურ ფონზე ვსაუბრობთ ყველანი, იარაღები არ გვაქვს ჩვენ მოტანილი აქ, უშიშროების მანქანებსაც დაგანახებთ, აი აქ არიან, აი აქ SP 501 SS, უშიშროების მანქანა დგას, საპატრიარქოდან აი ეს მანქანა რომ შევა საპატრიარქოში აბსოლუტურად ნებადართულად და ტერმინ ჩაუწერლად, ანუ დაუგეგმავად საპატრიარქოდან აქ არავინ არ ჩანს. მხოლოდ უშიშროება გამოაგზავნეს აქ ჩვენთან. საინტერესოა კი რატო ნეტა? რატო დაუდა ერთი ამდენი წელია? დაინგრა საბჭოეთი მის მერე მივხვდნენ ეშმაკს შევარნაძედან დაწყებული და საერთოდ საბჭოთა კავშირი რას დაინგრა ხო მის მერე კაპიტალი და კერძო საკუთრება მოედო მთელ მსოფლიოს საბჭოთა კავშირში იყო სოციალიზმი თანასწორობა და კაპიტალმა იცის მილიარდელები და მილიონერები და კი ვართ ამიტომ მიყიდულები შევარნაძესნაირმა და მისი მოდგმარი დღეს ყველა ეშმაკზე გაყიდულები იმიტომ რომ ფული დააყენენ პირველზე ლაზარე და მდიდარი არ გაგიგონია დაო როგორ შეიძლება მას შენ ერთი მდიდარი იყო და გვერდის შენ ჭიშკართან მათხოვარი ის ძალიან არ არის იგი ქრისტიანობა და დღეს მე მგონი 17-19 მეუფე მილიონერი ეს ის დაო მილიონერი ხო გაიგე რა დღეში ვარ მე ხო გუშველო საიქნება გუშველოს მე ერთი გაგიხდა დაო კარგი არაფერი არ კრიალობ ჩვენ თავზე შვილების სადარდებელი გაგვიხდა და იმედია რაღაცა საშუალებას გამოგვიჩენს უფალ მედია საშუალებას გამოგვიჩენს უშველო მერტო გვაფატი ჩვენ მამამებმა ჭამენ ტყემალიო ხო იცი ამასე აქვს ჩვენ მამებს ნაჭამი ზუსტად ტყემალი რა უნდა და თანასწორობა არ უნდა დახანდენ კოკა-კოლაზე მაგნიტოფონებზე იაპონურზე და საბჭოეთი არ დაანგრიეს სოციალი ხო იყო თანასწორობა იყო ყველა ვიყავით ძმები მეგობრები აი თანასწორობა იყო არა მე კაპიტალს მიენდენ არა კაპიტალისტები ჯობიანო და კი არიან ახლა დამათხოვრებულები თვითონაც რა უნდა ზიანია ხებერეთ მერტო გაგვერთიანოს დაო იქნება გაგვერთიანოს ერთობი და რამე საერთოდ გამოგვიჩეს ამინ გავერთიანდეთ აბა ნინო რო გავაწერს მე თქვენ არ შემოგიერთდებით როცა მე სული მткиოდა და გთხოვდით დაძმებს გვერდით დგომას ყველა იყავით ილიკოს მონები მაშინ დავიჩოქე და ხმამაღლა ვღაოდი დღეს მე მიჭირს მაგრამ დადგება დრო ერთხმად გაიზიარებთ ჩემს ტკივილს თქო ეს დრო მოვიდა და მახსენდება 7 წლის უკან როგორ ვღაოდი როცა საპატრიარქომ 12000 евро შემიჭამა მიწამ ჩაყლაპოს სამშობლოს მტრები ამენ სამშობლოს მტრები დიახ ამენ მე მკვიდრე რომ ვიყოთ გაუფრთხილდებოდით მაგრამ ჩვენივე ნებით დავშვით ტახტზე სატანა ილიკო ვტაროი ყველა მას აღმერთებს ამიტომ სასჯელი მოვიდა მეორედ მოსვლით ანუ ნინო შენ არ უერთდები ძირითადად იმ აზრს რომ
ერთად დგომის აზრს თუ ვერ მივხვდი ზუსტად რა იგულისხმე ამაში ნინო ხო ნუ გაიჯები ამათ არ წამთ უფლის უფლის ახალი ვარდა ფულის საშამელად უნდა სუფალი გულში მაგრამ მომაღლა ვერ იძახის აი ეს რემბო აი ის დიდი მალე დადგებოდეს რომ ყველა სამსახურ ზურგი შეაქციო და დადგეთ ქართული ენის გვერდი ხო ის თქვენი ოჯახობა ისედაც გადარჩება არაფერი არ დაემართება უფლობითაც გადადის ადამიანის ცხოვრებას ნარკოტიკების ლეგალიზაცია დაუშვეს და საკუთარი შვილები იმათი გახდა ნარკომანები და საკუთარი შვილები მოსმეს და ისა მომისმე დიდი ქონდა არ დაგავიწყდეთ გამარჯობათ ქართველებო თქვენ ხო ქართველები იქნებით ხა დარწმუნებული ვარ რა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან რატო უნდა შექმნილიყო ესეთი ვითარება საქართველოში გაქვთ თქვენი აზრის დაფიქსირების უფლება მე არ ვხუნინა ანუ არ გსურთ ჩვენთან საუბარი მე უფრო ჩავალ თქვენ ქართველი ხართ და რატო არ გსურთ ჩვენთან შეიძლება კითხო რატომ არ გსურთ ჩვენთან საუბარი კამერა მიაწვიავე და კითხოთ რატო არის მოსულები და გაგარკვევთ მე ვიცი რატომ დავაფიქსირე ხალბატონის აზრი დავაფიქსირე უკვე და სიმართლეს ამბობს გაინტერესებთ არა თქვენი აზრი მაინტერესებს ჩემ არს გაიგებთ როდის საკუთარი როგორდეს კი არ მოემსახურება იმას არ გააჩნია აი წეღან ქალბატონი ესაუბრება და ერთ-ერთად ნუ გადმოდიხართ რა გაინტერესებს დაწყნადეს გეტყვი დაწყნადეს გეტყვი კი სამისვალდებულება გქონდა და ძალიან აქვს ჩვენ ძალიან აქვს გაჩერდი აბა სადამაცია ჯინსის შარვალი აჰა კაბა მაცვია კაბა ეს ქვია 15 წელიწადია საქართველოში ქუჩაში რო არ გაყაროს ბანკებმა და მევახშეობმა მაგის გულისთვის იცის უფალმა ჯარისკაცად მიგეცი მომისმენე მე ხო კაბით ვარ მე ხო კაბით ვარ ჯარისკაცი ვარ ქალი კი არ ვარ ჯარისკაცი ვარ დიახაც დადგან ქალი რომელიც ზეთიქსე სამშვილელი დაიხიროსო ხო არის ნათქვა წვერში მე ჩაისვოს ქალი კაბა სამი გაიხარე კი გაიხარე კი სიმართლე საუბრობ სადა ხართ უწმინდესის მრევლო გამო გათაყვანეს და აზროვნება დაგამიზდა ზიტა წერს და წაიკითხეთ ხოლმე მე მიხედელი ვარ ჩემ კაცო მე წერზე გითხარი კაცებო წერით უნდა იაროთ მართალია უფრო ლამაზები ხართ გამოხატავს კაცობა აი წერში მამაკაცი რა ლამაზია შენ მოხვალს ყიდი გაიგე არა ეს არაფერს მაშინ ეთქობა ჩემი დოსიე კარგად გაქვს შესწავლილი არა მე უფრო არა მოიცა იქნება ეს ჩვენ გვეთანხმება კაცო თქვენი აზრით თქვენი აზრი მაინტერესებს კი ბატონო მითხარით მე აქ რამეს რო კითხულობდი თქვენი არ უფროსურად რაღაცას რო ვიძახდი თქვენი აზრი არ გვაინტერესებს არა იმ ბატონმა თქვა არა ბევრმა მითხრა აქ თქვენ ხო კაი აქედან გამომდინარე არც მე მაინტერესებს თქვენი აზრი მე მაინტერესებს მე ხო არ მithქვავს არ მაინტერესებს არა მე ხო არ მithქვავს თქვენთვის ესეთი აზრი მე მაინტერესებს თქვენ ჩემი აზრი არ გაინტერესებს აბა რა გაინტერესებს არაფერი მე მაინტერესებს თქვენი აზრი რატო გაინტერესებს იმიტომ რომ აქ ზიხართ და არ ცებნე რო ეკითხებოდი რაღაცას არ გაინტერესებს რა გაინტერესებს მე მაინტერესებს აი ერთი ადამიანი ხო არ მაინტერესებს ჩემები არისად არ არიან ჩემები აი ზეცაში არიან ყველა ერთნი ვართ მაგრამ მაინტერესებს ახლა მე გეკითხები ქალბატონმა მამისამ რა თქვა არასწორი ეხლა აქ დგომის დროს ბევრი რომ მაგალითად რა თუნდაც ის რომ კონკრეტულად მოსულები როგორც რო დაელაპარაკები გეუბნეო რომ ჩვენ სალოცავად მოსულებიო ხო აქედან გამომდინარე მოსალოცად ხო მოსალოცად ხო მოსალოცად აქედან გამომდინარე ბევრ რაღაცაში იკვეთება ისეთი რაღაცები რომ მოსალოცად არ არიან მოსულები მაგალითად რა მოსალოცად იცით რას ნიშნავს სანახავად მოსული ტაძარში სალა მოსალოცად არის მუზეუმში ნახეთ მოსალოცად არის ტაძარში და არა მუზეუმში ერთ წუთი ხო გაინტერესებს ხო და ტაძარი კი ბატონო თქვით მათი გამიჯნული თუ აქვს გამიჯნული ერთი წუთი ქალბატონო რამდენს კიდე ვისაგან ხობა პრეტენზია მომზადეთ ყველას ერთად გაქვთ
ერთი წუთი გამიჯნული აქ მუზეუმს ტაძარი და არა, აბა რას ლაპარაკობ მაშინ? გაგამთავრე. როგორ თქვი მე მუზეუმის ტერიტორიაზეა მეთქი. მუზეუმის ტერიტორია კი არა, ეს არის უფლისციხე, ბატონო. ეს ეკლესიაა შიგნით. საპატრიარქოსია ეს. როგორ გეკადრებათ, სად იყო ღმერთო მაპატიე, სად იყო ტაძარი რომ ეს ქალაქი არსებობდა. სად იყო ქალაქი რომ ეს ტაძარი არსებობდა და საპატრიარქომ ხო ააშენა იქ ტაძარი? მე კი რამდენ დაახლოებით 14 საუკუნის მერე აშენდა ეს ტაძარი. თქვენ აქ ცხოვრობთ? კი, გახსნილი. აქ ცხოვრობთ. ამ სოფელში ცხოვრობთ? კი. ბატონო, გიხარიათ რომ თქვენი შესვლა როგორი თითის გაშე. თქვენ უნდა შეხვიდეთ სანამ არ ვისწავლით ესე და სანამ არ მოვიშლით თითის გაშერას. რას ისი რას მებლატავები. ბატონო, მითხარით, თქვენ აქაური ხართ, რომ შეხვიდეთ უფასო გაქვთ? უფასო გაქვთ? თქვენ უფასო გაქვთ? მაშინ რა უნდა გააპროტესტოთ? თქვენ უფასო გაქვთ? ჩვენ ქართველები ვართ. ქართველებს არ გვაქვთ უფასო. თქვენ ტაძარში გინდათ ასვლა და მოლოცვა თუ უფასოა? ორივე შედის მაგაში. ვიღაცა ბიჭო, ჯერ ერთი ჩემს ქვეყანაზე, ჩემს მიწაზე გასეირნება მინდა. მეორეც ერთი უფლისციხე აქ და მესამეც ეკლესია დგას. აი ნახე სამი რაღაცა არის რაც მინდა. და არ მანებებს ეს. შენ განებებს მე არა. ესე იგი შენ პრეტენზია არ უნდა გქონდეს, მართალი ხარ. უფასო გაქვს შესვლა. ხო და მე მთხოვენ ფულს და შენ არა, წეღან მითხარი არ მთხოვენ ფულსო. მე მთხოვენ ფულს ვარძიაში რო ავიდე. მე იქაც უნდა გქონდეს პროტესტი როგორც ქართველს. იმიტომ რომ ვარძია ვისია. ჩვენი მეფეები არ კომუნისტების დროს როგორც მუზეუმი საერთოდ არ აქვს. ხო და იმიტომ რომ როგორც სტატუსიც კი არ აქვს მუზეუმი. ბატონო, ვარძია ძალიან დიდი მნიშვნელობა. შექმნა ვინ თავრობამ, რომელმა თავრობამ კი არა უფალმა შექმნა. უფალმა შექმნა, ხო? უფალმა შექმნა. ჩვენმა მამებმა შექმნა. უფალმა შექმნა. ეს კლდე მთლიანად უფლის არის. უფლის წარმოქმნილია ეს კლდე. მთელი საქართველოა უფლის. ხო და ის ვარძიაც უფლის წარმოქმნილია. მთელი საქართველოა. ხო და მაგას ვამბობ რომ ვარძიაში რომ მიხვა და როგორც ქართველი ფულს გადაიხდით, ორ ლარზე მეც თუ გადაიხდით, ხო? ეს უკვე უსირცხელობა არ არის. ერთი წუთი როგორ წარმოგიდგენიათ სახელმწიფოში მუზეუმი უფასო იყოს? როგორ წარმოგიდგენია? მუზეუმი, აი აქ არის მუზეუმი. აი ეს ადგილი, სადაც შენობები აშენეს, ესენი მუზეუმია და ეს არ უნდა იყოს უფასო, იმიტომ რომ აშენეს და აქ რაღაცა საწარმოები. მაგრამ ბატონო, აი ეს ადგილი უფასო უნდა იყოს, ეს ადგილი. ეს იყოს ფასიანი. ეს იყოს ფასიანი თუ უნდა. ფასიანი ბოდიში თქვენთან ტუალეტი იყოს ფასიანი. იქ კიდე რაღაცა. კი ბატონო. ის იყოს უფასო. დიახ. რო დაზიანდეს, ვინ უნდა გააკეთოს? აქამდე დაზიანებული არისო? ქართველმა და სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ვინ უნდა გააკეთოს? რა რითი სახელმწიფოს ამის ეხლა თქვენ გინდათ მითხრათ რომ ეპარქიებო. ანუ თქვენ ამბობთ რომ ვინ უნდა გააკეთოსო, რო დაზიანდესო? და რომ არ დაზიანდეს? რახან ვიძახით? დროს რატომ უსწრებთ? და რომ არ დაზიანდეს? დაზიანებულებს იმდეს გაჩვენეთ. რაც გაკეთებულია. და რომ არ დაზიანდეს? თქვენ ჩამოხვალთ და თქვენ გააკეთეთ. კი, აი მე ვიღებ, ჩემს თავზე ვიღებ. ამოყვებით. წამოდი, წამოდი. ჩამოხვალ გასაკეთებია. წამოდი თია. არა, თია რა. აბა მაშინ თქვენ აგარ ჩემთან საქმე და მე. არა, იქ მჭირდება, დამხმარე მჭირდება რომ დაინახოს. იმიტომ რომ ხან მობილურს დავაჭერინებ, თქვა თუ დამჭირდა, ხო თია დაიჭერ. თუ დაჭირდება ჩემი გაიგოს მე ზოგჯერ შეიძლება ვერ გავიგო რა სიტყვით. ორი ხალი რა. ხო. ორი ხალი რა. იცით რას არ მოადგენს რომ წამოდიო რომ მეუბნება და უფასოდ შეგვიძლია. ანუ უფასოდ შეკავათ, ხო? აქაური მაცხოვრებელი. მაცხოვრებელს როგორ გიშვებს შენგემოზე და სხვას კიდე რა შეიყვანო. ხო, ნუ აქ ყველას ფულს ახტები იმენა. ყველას არა. სოციალურად დაუცველები არიხიან, ვეტერანები არიხიან. და კიდე რაღაც კატეგორიები არიან. ის მართლა ვერაგი საერთოდ არ მჭირდება ეს ინვალიდობის და რაღაცების სტატუსი რომ ჩემ ქვეყანაში არის. მართალი ხარ ბატონო მამისა რა, აი რა ეს ის არა ქვია, მე თქვენი სახელი არ ვიცით რომ სახელით მოგმართავდით. მიშა. აი ახლა უყურე რა. მიშა არის ხო სახელი ხო იცი ვისია? ხო? ძალიან ლამაზი სახელია. რატოა სახელი ლამაზი? აბა თუ იცი. მიქაელიდან წარმოიშობა. და მიქაელი არის თავარანგელოზი, ხო? თქვენ ხო მართლმადიდებელი ხარ? ბიძის სახელი უყურე. ხო, მიშა. მიქაელი, მიშა მე შემოკლებით და ეს შელამაზები. აი ახლა შენ ატარებ თავარანგელოზი გაბრიელისა და მიქაელის სახელს. ნუ მიქაელის სახელს და მეუბნები ქართველი ხარ, აქ ცხოვრობ და შენ გაქვს უფასოდ შესვლა. ნახე, მე ქართველი ვარ, მეუღლე მყავს გერმანელი. ჩემი შვილები არიან გერმანელ ქართველები.
გერმანელი რო შევიდეს, აქ უნდა გადაიხადოს, მე მგონი თუ არ ვწდები 50 ლარი. მე რო შევიდე 15 ლარი უნდა გადავიხადო. ჩემმა შვილებმა ხანისე, ხო თქვა და არ ვიცი, ჯერ არ გამირკვევია იქ, მაგრამ ეხლა უყურე. მე მახსოვს ექსკურსიაზე რომ წამოგვიყვანეს სკოლიდან, აი 90-იანი წლები იყო სკოლაში, მე რომელ კლასში ვიყავ არის. აქ იყო ულამაზესი ადგილი. აქ მე ვიარე და ვირბინე, აქ იყო არაფერში არ გადაგვიხდია ფული. მაგრამ ჩემი მეუღლე არის მასწავლებელი. აქ რომ წამოიყვანა მთელი კლასი, უნდა გადაეხადა თანხა და თანაც იცით რა არის, აი ამ ადგილებში, სადაც დასხდნენ და ის პური ამოიღეს, რომ ბავშვებს ეჭამათ სკოლიდან. გამოაქციეს იქიდან, რომ აქ უნდა შეუკვეთოთ ჩვენთანო. ბავშვებს, მე არა მაქვს საუბარია ჩემზე და თიაზე და შენზე. ვისი ბრალი კი არა, ბავშვის მიღება რო არ იცის აქაურმა მოსახლემ ძალიან შენ არ გაყენებ შეურაცხყოფას. ნამდვილად ჩემ თავზე რატო შენ გამოაგდე ბავშვი? თქვენკენად შეატრიალეთ ტელეფონი. აჰა, შევატრიალო. მოდი აი ესე ვილაპარაკოთ, აი. ესე ჯობია. გამოაგდეთ ბავშვები? პირდაპირ პარსიდალთან უნდა რომ იმას აკეთო. არა, როგორ აი გვერდზე უდგება რომ მეც გამოსვი. შენ ამბობ და გაქვს შიში რომ აქ რომ დაზიანდესო, ხო? ვინ გააკეთესო? სახელმწიფოს ვალი არ არის ეს? არის. სახელმწიფოში თუ ბიუჯეტში ფული არ შევიდა, სახელმწიფომ როგორ სახელმწიფო რა მეწველის დრო ხაგუნია? არის ბიუჯეტში შემავალი სამხრეთი ბეგარები იდექრება შემოსავლიდან თია რამდენი იდექრება შემოსავლიდან? საიდან? საიდან ცირე მეწარმე ხო, იმცირე მეწარმე ერთი წუთი ხარამის ვიძახი. ანუ იმცირე მეწარმე საქართველოში როგორ წარმოგიდგენიათ, შეინახოს უფლისციხისნაირი მუზეუმი, ვარძიისნაირი მუზეუმი და ასე შემდეგ. რომელი მუზეუმი სადმე გინახიათ? რომელიმე მუზეუმი გინახიათ? უფასო. ბატონო, მე თქვენი პრობლემა გავიგე, ოკეი, მივიღებ. ეხლა მეორეზე გაგცემ. მეგობრებო, ხო, მოусმენო და მე ჩემს ასეც დავაფიქსირებ. მეორეზე. მეორეზე. ბავშვები გამომიძევესო. რატო გამოგიძევეს? გამახსენეს? სკოლის ბავშვები, საქართველოს მოქალაქის სკოლის ბავშვები მიიყვანა ჩემმა მეუღლემ. აქ, კერძო საკუთრებაში ყოფ. კი ბატონო, არავინ არ იყო მაშინო, არავინ. რა მნიშვნელობა აქვს? ვიღაცის კერძო ხო იყო საკუთრება? კერძო საკუთრება იყო. მუზეუმი რა შუაშია? მუზეუმზე არ ვიძახი, აი აქ მაცხოვრებელი. აქ მუზეუმით არის დაწყებული ყველაფერი და კერძო საკუთრის იმას რატო ადებთ ამ მუზეუმის თემას? როგორ კერძო საკუთრებაში ვინ ვისმის? არა, ეს არ არის, ეს კერძო საკუთრებაა. მე მაგაზე არ გითხარი. ეს ხარი, არა, ეს კერძო საკუთრებაა, ქალბატონო. მოვისმინე, კერძო საკუთრება იყოს თუნდაც, კარგად მოიქცა ის კაცი. არ მოიქცა, მაგრამ მუზეუმთან პარალელს რა თუავლეთ. ბიჭო, მუზეუმთან დგავართ და იმით. გავიგე, მაგრამ კერძო საკუთრება და სახელმწიფო საკუთრება ერთი და იგივე. სახელმწიფო საკუთრებაა? ხო, ალბათ, რა ვიცი. ხო და სახელმწიფო საკუთრება. სახელმწიფო მოიკითხო. საქმეც მაგაშია რომ სახელმწიფო რატომ? ეხლა თქვენთან აჰა, სახელმწიფო რატომ უწესებს ქართულ მოსახლეს 15 ლარს ამ ეკლესიაში შესვლისთვის. ამ ეკლესიაში შესვლისთვის რატომ უნდა გადაიხადოს ქართველმა აქ 15 ლარი? სასულიერო პირებმა გამცენ პასუხი, ან თუ არ გამცემენ პასუხს, კარგად იყვნენ მოკითავთ ღმერთი მოკით. თუ არა და აგერე ენერგოვამპირების მთელი კოლონა დგას და ხან ერთი საუბრობს, ხან მეორე, მაგრამ არც ვერ გამოიტან ეკითხები, ვინ ხარ, სახელ და გვალსასარგებლობებია და რატოღაც შენი ყველაფერი აინტერესებს. საქმეზე რომ ედეს, საქართველოს თავიდან ბოლომდე თითქმის გაყიდულია უკვე, მაგრამ ერთი სხვიდა თუ ვერ აგვარებენ ამას. გიგზავნია საპატრიარქოდან კიდე იყო ერთ-ერთი წარმომადგენელი აქ, ვისაც ვესაუბრე და აზრი ვერ გამოვიტანეთ იგი და აქედან ამბობდა რომ პროვოკატორები ხართო კითხე რატო ვარ იმასაც ვერ ხვდა უბრალოდ იციან დაზეპირებული ფრაზები დილით ჩუადგეს საღამოს და იმეორებენ ამას და ვისაც ხედავენ რომ ელემენტარული პროტესტის ნორმა გააჩნია რათა ქვეყანა იცის რომ ჩაძირულია უკიდურეს ჭაობში ამის გამო ასეთებს აგზავნიან და პლუს ირგვლივ გახვევენ ისეთ ადამიანებს თავს რომლებიც გავლენის აგენტობას სარგებლობენ საკუთარი მხრიდან და საკუთარი თავიდან და დროა ერმა გამოიღვიძოს და მოიმართოს ისე როგორც ჩვენ სულიერ მისია შეშვენეს და იმ მეობას ნამდვილ მეობას ადამიანურ ადათ-წესებს რაც ოდითგანვე ჩვენს გენეტიკაშია ჩადებული და ამის გარეშე ქართველობამ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ იცი რა წყალყალის ადრეძლოები დესავარ და ისავარ არაფერი არა თუ შენსაც არისა და შენი წინაპრიდან გამომდინარე რო ამბობ რომ ვახტანგ გორგასალი ასეთი იყო
დავით აღმაშენებელი ისეთი თამარ მეფე გიორგი ბრწყინვალე და სხვა დანარჩენი მაგალითად რო გვიდეს წვეწინა ეს ადამიანები და მეფეები და რა მარტო მეფეები სასახელო გმირები იმათ უნდა მივბაძოთ პირველ რიგში და ჩვენ თუ მათ ესტაფეტას არ გავაგზავნებთ იმ შემთხვევაში ჩვენ არავინ არაფერი არა ვართ და ერთადერთი გადარჩენის გზა რაც ეროვნულია და ზეეროვნული ასე ვთქვათ ეს არის ქრისტეს გზის სვა და ქრისტეს გზა არ გადის ვაჭრობაზე არც ერთ შემთხვევაში დიდება ქრისტიანებშია და დროა გავიღვიძოთ ერო ამინ გავიღვიძოთ ერო არ ვიცი მე ძალიან გაოგნებული ვარ მართლა გაოგნებული ვარ ამ აზრით რომ ქართველს უხაროდეს აქ რომ დაწესებული რო არის შესასვლელი ეკლესიაში რომ ფული უნდა გადაიხადოს სანამ შეხვალ ხო ქართველი აგერ მოსახლე არის და უხარია ეს რა ვიცი მე ესეთი ქართველობის არ არიან თუ არა ისინი ქართველები ეს კიდე საკითხია სახელი და გვარის თქმის ეშინო და წეღან იმ წეღან რო შენი ყველაფერი აინტერესებს იმის წინა ხო მოკლედ სახელი და გვარი რომ არ თქვა ადამიანმა და ამ მესაკუთრის გასპაროვის თუ გასპარიანის ვეღარ გავიგ გასპაროვის ქართველობა დაიწყო ხო იმაზე მაგარი ქართველიო აქ არ არსებობს ხო საქართველოსიო ბევრ მაინატროზე მთელი საქართველოში მოწმულია ხო და ისეთი მაგარი ქართველები არიანო სახელი და გვარის თქმის დაფიქსირება ეშინიათ ჯიგრები ეგენი თვითონ საკუთარ თავს მისივე სიტყვებში ამხელენ რომ არ შეუძლიათ საკუთარი გვარის თქვა რა სასურსულოა შენ თუ მოდიხარ სიმართლე იმ შემთხვევაში რატო იმალები თუ იმალები ესე იგი რაღაც პრობლემაში ხარ და ის პრობლემა ზუსტად რის გამოც აქ დგახარ რადგან ქვევიდან ზევიდან გითხრეს დაგიფწვინეს რომ იქ უნდა ედგე თუ არა და უკვე პრობლემა მას თვითონ უჩდება და ეს არის თავი და ბოლო ანუ 100 კაცი და სამწუხაროდ 90 გაყიდულია უფლის ციხეში ვართ მეგობრებო ზოგიერთი მეკითხებით სად ხართო თუ არ იცით სად ვართ ჩვენ ვართ უფლის ციხეში აი ჩემს უკან მოჩანს უფლის ციხე აი აქ აი ამ ადგილზე არის ეკლესია რომელიც წესით უნდა ეკუთვნოდეს საპატრიარქოს და საპატრიარქოს უნდა სწვენოდეს იმის რომ სანამ იმ ეკლესიაში მიდიხარ აქ დაგიწესებენ ქართველს გადასახადს გინდა ქართველი იყოს გინდა უცხოელი ყველასთვის უფასო უნდა იყოს ეკლესიასთან მისვლა მაგრამ სამწუხაროდ საპატრიარქოს ფეხზე ვკიდივართ, ასევე სახელმწიფოს უფრო არ ვკიდივართ ფეხზე, აგერ დაცვა მოგვიგზავნა. აჰა. აი დაცვა აქ არის. დაცვა კი აქ არის, მაგრამ მღვდლებს ვერ ვხედავ მე აქ. სამღვდელო პირებს მე აქ ვერ ვხედავ. ესე იგი საპატრიარქოს უფრო ვკიდივართ ფეხზე, ვიდრე სახელმწიფოს იცოდეთ ეგ თქვენ რა. ხო. შორენა თეთრუაშვილი გამოეთრიე საპატრიარქოდან და გამოათრიე შენი სულ გაყიდული მღვდლები და დაგვითხენ აქ ვერზე კაცო თუ სული გაყიდული არა აქ დედა ხო და ძალიან თქო გადაუგზავნეთ ეს იქნება ვინმე გაიგოს საპატრიარქოს მხრიდან მოვიდეს ვინმე და ყურადღება მოგვაქციოს იმიტომ რომ აქ ხდება ისეთი რაღაც რაც ქართული სისხლი სანამ ცოცხალია ამას არ კი არ დაუშვებს აღკვეთს არ გააკეთებინებს ხალხს გენაცვალეთ გულში და სულში სისხლიანი ქართველი და ძალიან გთხოვთ ესე მარტო ლაივში რომ იყურებთ ეგ არაფერს არ ცვლის ნინო ვერ გიპასუხებ ეხლა ლაივში ვარ და გამეთიშება საპატრიარქოს თუ ქართველი ერი აინტერესებს ვიწვევთ ჩვენ აქ სამღვდელო პირებს პირველ რიგში აქ უნდა იდგას სამღვდელო პირი ვინმე აქ დგას უშიშროება, აქ დგას პოლიცია, სახელმწიფო აქ არის, მაგრამ საპატრიარქო სად არის? ეკლესია არის გაყიდული. რატომ გაყიდული? იყიდება აი აქ ამ სალაროსთან. როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის. ეს ღობე ფარგლავს ეკლესიას, რომელიც დგას უფლის ციხეზე და უფლის ციხეში რომ შეხვიდე, უნდა გადაიხადო თანხა. ხვდებით ხომ? ნინო ვერ გიპასუხებ ეხლა იმიტომ რომ ლაივში ვარ და უნდა გავთიშო მაშინ რატომ არ გიყვართ ბერი ნიკოლოზი ვინ გეუბნებათ რომ არ გიყვართ ბერი ნიკოლოზი რატომ შემოდიხართ ამ განცხადებით ვერ გავიგე დიმიტრი მგალობლიშვილიმ წერს რატომ არ გიყვართ ბერი ნიკოლოზი ვინმე მუთხრა რომ არ მიყვართ ბერი ნიკოლოზი ამისა რას არ არის ეგ ხა შემოსატანითო დავერბოვკებული რო არ ხარ და იქიდან რო არ მოქმედე და ზუსტად რო იცი რომ შესიძდის და მართალი
რა თქმა უნდა აქ ყველა ერთთან მაგალია ის არ უშველის მერთან გადასული ვარ, გადმოსული ვარ, მინისტრი ხო შეხვდება იქ, ვერაფერი ხდება არ მასობდაო და ზღვის საქმეს ვაკეთებდი. მოკლედ ერთი სიტყვით, მეგობრებო, აი მკითხავ ახლა ქალბატონ მამისას, რას ვაპირებთ? ქალბატონო მამისა, ანუ რო გაიგოს ხალხმა თუ შემოერთება ვისაც მოესურვება ჩვენ ვრჩებით, ვაგრძელებთ პროტესტს, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ. საქართველოს მარიამ წილხვედრი ქვეყანა თუ დაგვერქვა, ჩვენ უფალი ყველაზე მეტად ვთხოვს, რომ მართალი ვიყოთ ღმერთთან და როცა ერმა დაუშვით, რომ უფლის ციხე, მამა ჩვენი სახლი, ფულის საშოვნელ დაზგად აქცია ვიღაცებმა და ერი გაღატაკებული, გაუბედურებული საზღვარგარეთ გარბის და ჩვენ კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას აი ასე სავაჭრო საქმედ იყენებენ, ჩვენზე მადლი არ გადმოვა. ამიტომ თუ ერი ქვია, ჩვენ ყველანაირად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უფლის ციხე ყველა ვიზიტორისთვის, ვამბობ, მსოფლიოს ყველა მასშტაბით უნდა იყოს უფასო, რადგან ჩვენ სულიერებას არ ვყიდით, ეს უნდა დაინახოს მსოფლიოს. აქ კარგად გაიგონ, ვისაც აქ თუ ბიზნესი აქვს, რამე რესტორანი აქვს, თუ ხაჭაპურს აცხობენ, თუ ღვინოს ყიდიან, ჩვენ მათ არ ვერჩით. ვინც რაღაც, მაგრამ უფლის მიერ დატოვებული მამა ჩემი საქმე, ვამბობ. იქ რომ მე არ შემიშვებს სახელმწიფოს წარმომქმნელ ერს, რა თქმა უნდა, სანამ ცოცხალი ვარ, პროტესტს არ შევწყვიტავ. და თუ ვინმეს სულში ქართული სული კიდე ცოცხალია, შემოგვიერთდნენ და ბოლო მოუღოთ ამ ქვეყანაში საერო და სასულიერო ხელისუფლების მეძაობას, რომ უფლის წილხვედრი ქვეყანა აქციონ სავაჭრო სახლად. გაიხარეთ. ვეთანხმები ქალბატონ მამისას იმაში, რომ საქართველოში ჩვენი წილი კულტურული ძეგლები სახელმწიფოს უნდა ეკუთვნოდეს და სახელმწიფო ქართველ მოსახლეს არ უნდა უწესებდეს გადასახადს, რომ უფლის ციხეზე ფეხი დაადგას და ვისაც მოსვლა გსურთ, აქ დარჩებიან ქალბატონი მამისა, როგორც ვიცი, ხვალაც აქ არის, ჩვენ ვეცდებით რომ აქ ვიყოთ, მე 3 შვილი მყავს და სახში დავტოვე და აქ ვარ და დარწმუნებული ვარ, აქ ყველა შვილები ყავს და ყველას რაღაცნაირად მოახერხა ის, რომ დაეტოვებინა ვიღაცასთან და წამოიყვანეთ შვილები და აქ იყვნენ. ამ საკითხს უნდა მოეღოს ბოლო საქართველოში უფლის ციხეში შესასვლელი გადასახადი არ უნდა ქონდეს ქართველ ერს. არა მხოლოდ უფლის ციხეში, ნებისმიერ კულტურულ ძეგლზე. ხო. ხო. უფლის ციხიდან ვიწყებთ. მაგრამ ნებისმიერ ადგილზე, აქედან მინდა მივმართო ნებისმიერს, მარტვილის კანიონს, მივმართო იმას ვარძიას და ყველას, სადაც ჩვენთვის ქართველებისთვის გადასახადი დაგვიწესეთ და ჩვენ არც გვეკითხებით, უფუნქციოდ რო დაგვტოვეთ ერი, ჩვენ პასუხს ვითხოვთ ყოველივე ამაზე. აუცილებლად უნდა შეცვალოთ კანონები. არ დავისვენებთ მანამდე. ერი პასუხს ითხოვს, რადგან იგნორი გაგვიკეთეთ და არაფერს არ გვეკითხებით. მე ვარ პირადად მესაკუთრე ჩემი სამშობლოში, 100 თითოეული ქართველი. ჩვენ გვერგო წილად რომ უფალ საქართველოში დავებადებიეთ. ამიტომ კეთილინებე ხელისუფლება, კეთილინებე ვამბობ და გაითვალისწინე ხალხის აზრი. ეს პროტესტი არ გაჩერდება. შენ არ ხარ ბატონ პატრონი X კამი რო გერგო. შენ დროებით ხარ არჩეული. ერი მარადის იქნება თავისი ერის თავისი მიწაწმის და ყველა სულიერი კულტურული მემკვიდრეობის თვითონ პატრონი. ამიტომ ჩვენ ბატონ პატრონი ფულს არ ვიხდით ჩვენ ქვეყანაში. მოვიდეს საპატრიარქოს წევრი და მოგხედოს და კითხოს რა გვინდა. საპატრიარქოს წევრებს გვინდა კითხოთ, რატომ იყიდება ეკლესია. რატომ დგას ეკლესია უფლის ციხეზე და რატომ ღირს იქ შესვლა თანხა. ჩვენ ვდგავართ უმძიმესი რეალობის წინაშე. მე არ ვიცი რა საზრუნავი შეიძლება ადამიანს იმაზე მეტი კონდეს, იმაზე ღირებული, იმაზე ძირეული, იმაზე წმინდა, იმაზე ფასეული, ვიდრე არის ჩვენი რწმენის და სიწმინდეების დახსნა სიონისტი მასონებისაგან, რომლებსაც ხარკს უხდით ჩვენი უკანასკნელი სისხლის ფასად რაღაცა კაპიკები რო გვაბადია ოჯახს და ჩვენს სხეულს და ჩვენ ჯანმრთელობას უნდა მოვაკლოთ და ღვთის სახში რომ მივიდე, რომელიც მე ისედაც ჯიშად და ჯილაგად მეკუთვნის,
იმასთან რომ ვილოცო ჩემს სიწმინდესთან და მე სიტყვა და შეწევნა რომ ვთხოვო ამაში ვიღაცა ბადრის და ვიღაცა ბიძინას ვიღაცა საპატრიარქოს ძლოკვებს და ქვეწარმავლებს ფული რატო უნდა უხადო ამიხსენით ერთი რაში არის აქ ქრისტეს მცნება და ქრისტეს მოწოდება და თქვენ თუმად როგორ ხართ ქართველებო თუ საერთოდ შემორჩით და სიცოცხლე თუ დუხს თქვენში მარტო ჭამით გამსკდარი ლეშები რო ხართ და მეტი აღარაფერი დარჩით გვამებად ხართ ქცეულნი გვამებად გესმით თქვენ იმიტომ რომ არც აზროვნება გაბადიათ და არც პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე ეროვნულები ხო ხართ ვითომ თქვენ ფსევდო მარიონეტო ხელისუფლებაო ეროვნულობაში ქართველ კაცს როგორ უბედოთ ქართველ დედას მაღმსარებელს რომ მივიდეს თავის ტაძარში თავის უფალთან ილოცოს იმაში ძარცვავთ დღისით მზისით კანონის სახელით და თქვენ ჩვენ პატივი უნდა მოგაგოთ და ჩვენ რატომღაც უნდა გემორჩილებოდეთ ჩვენ მონები არა ვართ ჩვენ ქართველები ვართ ჩვენ უფლის სისხლი და გენი ვართ ასე რომ ყველაფერსაც ელოდეთ მიმიფურთხებია ისეთი აზროვნებისთვის რომელიც მონობაში ირჩევს სავსე სტომაქს კარგად ბრძანდებოდეთ აი არ უნდა სხვენოდეს საპატრიარქოს ამისთვის ასე არ არის ჩვენ დაველოდებით ეხლა ჩვენ აქ ვართ კი არ დაველოდებით აქ ვართ და სურველებო მოდით 1 საათი უნდა თბილისიდან აქ მოსვლამდე 1 საათი მობრძანდით და გაიგეთ აქ რა ხდება და არა მხოლოდ მობრძანდეთ ჩვენ რატომ უნდა გიძახდეთ თქვენ მე გაგიშუქეთ ეს ამბავი და თქვენ გადაწყვიტეთ რა უნდა გააკეთეთ ხო და რა ქვია თუ ეგ არის რომელი რა ქვია იმამაოს ღვთისო დავითი ბატონ მამა თუ ვიღაცა მღვდელ ვიღაცა არა მღვდელი რატო არ არის აქ რატო არ არის მაგის ეკლესია დგას იქ და მაგის ეკლესია იყიდება შვებულებაში რამ შვებულებაშია მამაო შვებულებაში მასე ხოიცი ბერმაროთო ბერმა მიოცად ვაიმე ვერთო მაბადია და ბერმარო თქვა ეხლაო გავიხდი ამ კაბასო მოვიხარ ხოლსო ერთი შვილი მეყოლებო მე ისევ ჩავიწო ამ დროს ბიძაშვილი ყავს შემომკვდარი ხელში წამლი წავიდავითონ ბერად მოინანია მერტო ჩამოვიდა ამ დონეზეა თქვენთან სულიერებას ჩამოსული ასე რომ დააბრუნდით შვებულებიდან მღვდლებო აჰა შვებულებო მაგაზიაში მოლარეს არ მომცეს რომ წამოსულიყავი 2 დღე ექსკურსიაზე და მღვდელსაც თუ ღმერთსაც უარა შვებულებო რასავა შვებულება მოკლედ დააბრუნდით შვებულებიდან აქ ვართ ჩვენ მოდით მოგოციეთ ყურადღება და კითხვები გაგვაჩნიათ თქვენს მიმართ. ეხლა დაგემშვიდობებით მე ყველას და ხო გისმენ აბა? აი ვისაც არ შეუძლია აქ ჩამოვიდეს, ხო? იმას ხო შეუძლია საპატრიარქოს წინ გააპროტესტოს, არა? ხო, მივიდეს მაგალითად. მივიდეს იქა და მოითხოვოს საპატრიარქოს გაწმენდა, რომელიც ყარს უკვე. ხო, მოითხოვოს. ნამდვილად ქალბატონი მართალია, თქვენი სახელი ქალბატონო? ნანა. ქალბატონი ნანა მართალია, ვინც აქ ვერ მოდის, მივიდეს საპატრიარქოს წინ და ის მაინც უთხრას, რომ უფლის ციხეში ესეთი რაღაც ხდება თქო, თუ ჩვენი ამბიდან ვერ გაიგებენ ჩვენ წავალთ შვებულებაში. ნებისმიერი საპატრიარქოში მივიდეს, ნებისმიერი ეკლესიაში მივიდეს. რა თქმა უნდა, იქაც ძველი თუ არ არის წასული შვებულებაში. ხო და უბრალოდ აზრი იკითხოს რა, თუ არის შესაძლებელი? ხო. არ ვიცი, მართლა ანუ ვარ დამუნჯებული, სული ამ სიტყვით. ანუ ძალიან შესაძლო იყო, ეხლა მართლა კარგად გავიცინეთ ყველა, მაგრამ მოგხედეთ, გელოდებით. კარგად აბა გაკოცეთ ყველას.